გაგაცნობთ ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ. საღამოს 8 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა დროულად. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც იყო რიგი, ამომრჩევლებს კანონის თანახმად მიეცათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. წინასწარი მონაცემებით 20 საათისათვის ამომრჩეველთა აქტივობამ 50-ვე საარჩევნო ოლქში 37.5% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 929,265 ამომრჩეველია. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების მიხედვით წინასწარი მონაცემებით ამომრჩეველთა ყველაზე მეტი აქტივობა დაფიქსირდა ნომერ 37 მაჟორიტარული ოლქის მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე და ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 62.53%. ასევე 50 მაჟორიტარულ ოლქს შორის ყველაზე მეტი აქტივობა წინასწარი მონაცემების მიხედვით დაფიქსირდა ნომერ 54 მაჟორიტარული ოლქის ახალციხი ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით არის 56.27% და ნომერ მე-60 მაჟორიტარული ოლქის ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობამ შეადგინა 52.27%. 20 საათის მდგომარეობით ყველაზე დაბალი აქტივობის მაჩვენებელი წინასწარი მონაცემებით დაფიქსირდა ნომერ 51 მაჟორიტარული ოლქის გორის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 21.4% ამომრჩევლებისამ. ასევე ნომერ მე-9 მაჟორიტარული ოლქის ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 27.3% ამომრჩევლებისამ. დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ცენტრი მუშაობს ღამის 12 საათამდე. დილის 7 საათიდან მოცემულ დრომდე შემოვიდა 451 ზარი და 45 შეტყობინება ონლაინ ჩატის მეშვეობით. მათი დიდი ნაწილი ამომრჩევლების მიერ სიაში მონაცემების გადამოწმებას და საარჩევნო პროცედურების დაზუსტებას შეეხება. არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა. ამომრჩევლებს ჰქონდათ შესაძლებლობა საკუთარი ნება გამოეხატათ და დაეფიქსირებინათ თავიანთი არჩევანი. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიებმა დაიწყეს ხმის დათვლის პროცედურების განხორციელება. შეგახსენებთ, რომ შემაჯამებელ ოქმებს ცენტრალური საარჩევნო კომისია მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cc.gov.g. შემოსული ოქმების მონაცემები ოპერატორების მიერ სპეციალურ პროგრამაში იქნება შეყვანილი და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოქმების შემოსulis დაწყებიდან დაახლოებით 2 საათში ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება წინასწარი მონაცემები 50 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიხედვით. წინასწარი შედეგები ეტაპობრივად გადახდება შემოსული ოქმების მონაცემების საფუძველზე. შეგახსენებთ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განხორციელდება შედეგების დათვლის პროცესის პირდაპირი ტრანსლირება ინტერნეტის მეშვეობით 360 გრადუსიანი კამერის გამოყენებით და ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა თვალყური ადევნოს აღნიშნულ პროცესს. ასევე მინდა ყურადღება გავამახვილო მედიაში გავრცელებულ ფაქტზე, რომელიც მთაწმინდის ნომერ მე-2 საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტს ეხება. ადგილი ჰქონდა უბანზე სიტყვიერ შელაპარაკებას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთ პირს, რომელსაც ჰქონდა გავლილი მანამდე მარკირების პროცედურა, საუბნო საარჩევნო კომისიამ არ მისცა ხმის მიცემის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საარჩევნო ადმინისტრაცია მთელი დღის განმავლობაში ავრცელებდა ინფორმაციას და აღნიშნული კადრების გავრცელებამდეც ჰქონდა შესაბამისი რეაგირება. ამ წუთებში მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურა საარჩევნო უბნებზე. საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირებს კანონის ფარგლებში წარმართონ საკუთარი საქმიანობა. ასევე მიმართავთ საუბნო საარჩევნო კომისიების თითოეულ წევრს ხელი შეუწყონ მედიასა და დამკვირვებლებს საკუთარი საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებაში, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას.
აქვე გაგაცნობთ ინფორმაციას მოცემული დროისათვის არსებული საჩივრების შესახებ. საერთო ჯამში საოლქო საარჩევნო კომისიებში დარეგისტრირდა 131 საჩივარი. აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების უმეტესობა ასევე დღის განმავლობაში დაწერილია საუბნო საარჩევნო კომისიებშიც და შესაბამისად მათი შინაარსი არის ანალოგიური. საჩივრების ძირითადი ნაწილი მხოლოდ პროცედურულ ხარვეზებს შეეხება. მაგალითისათვის შემიძლია გითხრათ შემდეგი სამართლებრივი კატეგორიები, რის გამოც დაიწერა საჩივრები. საკონტროლო ფურცლის არასრულყოფილი შევსება, მარკერების პროცედურის წესის დარღვევა, არაუფლებამოსილი პირების შესვლის მცდელობა საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მცდელობა, გადასატანის საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრებს გამოსავლენად წილისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმა და გადასატანის საარჩევნო ყუთის საკანონმდებლო პროცედურების ხარვეზებით წარმართვა.